ზუსტად 8 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან სინდისის პატიმრების დედები ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ახლა ბრძოლას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეკრება ზუსტად 8 საათზე დაიწყება და ქუჩაში იქნებიან ის დედებიც, ვინც გომელაურის პოლიციამ საპროტესტო აქციებზე ყოფნის გამო არაერთხელ უკვე დააჯარიმა, თუმცა დღეს მშობლების მთავარი სათქმელი არის, რომ მათ არაფრის ეშინიათ და იბრძოლებენ იქამდე, სანამ მათი უკანონო დაპატიმრებული შვილები ციხიდან საპატიმრო დაწესებულებიდან არ გამოვლენ. დღეს დედების მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ შვილებისთვის იბრძოლებენ ბოლომდე, იქნება მსვლელობაც და დღესაც ტრადიციულად გადაიკეტება რუსთაველის გამზირი და შეკრების ბოლო ადგილი იქნება კვლავ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ახლა მიმართავენ თვითგამოცხადებული ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრებს და დედებს და ამბობენ, რომ სწორედ ამ დედების შვილებმა მათი შვილები ამოიღოს სამიზნეში და მათ შვილებს ახლა თვითგამოცხადებული ხელისუფლება სამაგალითოდ სჯის იმის გამო, რომ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და ხმამაღლა ამბობდნენ, რომ ისინი საქართველოსთვის ირჩევდნენ ევროპულ მომავალს. დღეს 8 საათიდან ქუჩაში იქნება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ სინდისის პატიმრები უნდა განთავისუფლდნენ და უნდა ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. დღეს ვიკრიბებით ფილარმონიასთან. მარში გვაქვს რუსთაველამდე, გვიერთდება სხვა დედებიც, გვიცხადებენ სოლიდარობას და დღეს საქართველოში კი არა, მსოფლიოში ჩვენ ვინც გვიყურებს, ყველა უნდა გრძნობდეს ამ დედების ტკივილს და ყველა უნდა გვიერთდებოდეს. ჩვენი შვილები გვინდა ჩვენ, დაგვიბრუნონ ჩვენი შვილები. ნუ ყავთ გამოკეტილი 9 კლიტურში, არ არიან ის ბავშვები, რომ ლაღ ცხოვრებას რომ მოწყვიტეს და აუდიტორიაში არაზიან, საკანში რო ჩასვეს, ეგ ბავშვები უნდა იყვნენ გარეთ, უნდა სწავლობდნენ. ქვეყნის პატრიოტები განთავისუფლონ და დაუბრუნონ აუდიტორიას. ბავშვები არ უნდა იჯდნენ იქ და დროს არ უნდა კარგავდნენ. მოვითხოვთ, რა ვიცი, რომ დაგვიბრუნონ შვილები დედებს. დედების ხმა გაიგონონ. არ შეიძლება ამდე ხანს დაყრუდე, დაბრმავდე. თვითონ მათ დედებს მივმართავ, კობახიძის, კალაძის და ყველას, ვინც დედები არიან მათ ცოლებს. ხო ყავთ მათ შვილები. აი იქედან გადმოსახედიდან გადმოიხედონ ჩვენ მდგომარეობაში რა დღეშიც ჩაგვაგდეს. ჩვენ შვილებს არაფერი დაუშავებიათ გარდა სიყვარულისა ქვეყნის. ჩემი შვილია, ხელი გაუშვი, ეს იქნება დღევანდელი მარშის მთავარი გზავნილი. ქუჩაში იქნებიან სინდისის პატიმრების დედები, ოჯახის წევრები, მეგობრები და კიდევ ერთხელ შეეცდებიან, რომ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას შეახსენონ, რომ ყავთ სინდისის პატიმრები და ასევე შეახსენონ, რომ ხალხი არ ნებდება და ითხოვს ხელახალ არჩევნებს.